მოქვის სახარების გადასარჩენად ჩატარებული საქველმოქმედო აქციის პირველი ეტაპი დასრულდა. შემაჯამებელი შეხვედრა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა. პროექტის მონაწილეებმა მოწვეულ სტუმრებს 2011 წელს უცხოელი რესტავრატორების მიერ 4 თავზე ჩატარებული დიაგნოსტიკური სამუშაოები და ექსპერტთა დასკვნები გააცნეს. მოქვის სახარება აფხაზეთში 1300 წელს მოქველი მთავარეპისკოპოსის დანიელის ლოცვა კურთხევით ოჩამჩირის რაიონში მდებარე მოქვის ტაძარში გადაიწერა. უნიკალური ხელნაწერი დროთა არის UNESCO, რომელიც ძირითად მიზანს წარმოადგენს მსოფლიოში კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და დაცვა, ჩაერთო აი ამ პროექტის განხორციელებაში, მოიწონა ეს პროექტი და გამოყო დაფინანსება ამ პროექტის განსახორციელებლად და ჩვენ დღეს შესაძლებლობა გვექნება, რომ სწორედ აი ამ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს გავეცნოთ, რაც უკვე საფუძვლად დაედება შემდგომ ეტაპს აი ამ უნიკალური ხელნაწერის საბოლოო კონსერვაციის სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის. ჩატარდა სხვადასხვა ანალიზები, ჩვენად დათვალიერდა მთელი ხელნაწერი და დაიგეგმა სამომავლოდ რა სახის სამუშაოები უნდა იყოს შესრულებული. საკმაოდ კარგი შედეგის მიღება შეიძლება, უბრალოდ საკმაოდ ხნიანი და შემატევადი პროცესები გველდება წინ. შეხვედრის პარალელურად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მოქვის სახარებისადმი მიძღვნილი ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს უნიკალური ხელნაწერის ამსახველი ფოტომასალის დათვალიერების შესაძლებლობაც მიეცათ.